კასრაძეს. თავისუფლება ირაკლი პაპიაშვილს. დიდ მადლობას გიხდით მე როგორც ბრალდებული სოლი მეფე კასრაძის მეუღლე და ყველა პატიმრების ოჯახის წევრების სახელითაც ვუხდი ყველას მადლობას და მე ჩვენც თქვენთან ერთად სადაც თუ საჭირო არის აქ ვიქნებით თუ საჭირო იქნება თბილისში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ არ დავნებდებით ჩვენ არ შევწყვეთ ამ პროტესტს ჩვენ ვერ შევეგუებთ არაფერი დაგვასუსტებს არაფერი შეგვაშინებს არის მე პირადად არავის არ მეშინია იზოლატორში რომ შევდივარ ცეცხლი ოლიგარქიას და გამოვდივარ ცეცხლი ოლიგარქიას ასე სალამი და გამარჯობა ჩემი და ნახვამდის ეს არის და ჩემი მეუღლე მხნედ არის და მე მჯერა ნამდვილად რომ იქედან მომხნევებს და როდესაც იქედან მომხნევებს მეც ეს მაძლიერებს ბრძოლა სამართლიანია ბრძოლა ერთიანობისთვის ჩვენ არაფერზე არ გავჩერდებით წინ ნათელი მომავლისკენ სინდისის პატიმრების თავისუფლებას ნამდვილად მოვითხოვთ მაგრამ ჯერ პირველ რიგში ჩვენი სამშობლო უნდა განთავისუფლდეს ყველაფრისაგან რომ თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ და მე ნამდვილად მინდა ჩემი პოლიტ პატიმარიშვილის სახში რომ გაბრწყინებულ საქართველოში იცხოვროს ბედნიერად ჩვენ პატიმრების ოჯახის წევრებს თქვენი თანადგომა გვამაგრებს და კიდევ უფრო მეტად მოტივირებულს ხდის რომ ბრძოლა გავაგრძელოთ მაქსიმალურად ეფექტურად რათა მოვახდინოთ ჩვენი ოჯახის წევრების დახსნა პოლიტიკური ტყვეობისაგან. რაც მთავარია, რაც არის კარგება, ეს არის წმენა იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ყველას გვჯერა, რომ დაღლაც იქნება, სასწორკოთაც იქნება, ხანდახან მოგვიჩვენება, რომ ცოტა ვართ, ხანდახან რაღაცნაირად ერთმანეთს გადავხედავთ ხალხის ად არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გვეცოდინება, რომ გამორიცხულია, რომ სიკეთემ ბოროტზე არ გაიმარჯვოს და ჩვენ ვიცით, რომ სიკეთე აქეთ არის. ძალადობრივად ჩაგდებული აქვთ ძალაუფლება ხელში, ამიტომ ისინი უნდა წავიდნენ. და უნდა განთავისუფლდეს ყველა პოლიტ პატიმარი ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და აუცილებლად პოლიტ პატიმრებთან ერთად უნდა გავათავისუფლოთ ქართული პოლიციაც. ორი მოთხოვნა, მთავარი მოთხოვნა არის რომ შეიცვალოს ეს არალეგიტიმური მთავრობა და ყველაზე მთავარი რის გამოც ვიბრძვით არის ის რომ 54 თუ არ ვცდები უკანონოდ დაჭერილი პოლიტპატიმარი ყავს და თავისუფლება 54 პოლიტპატიმარს. ცეცხლი ოლიგარქიას. გორით ვამაყო. ძალიან მაგრები ხარ და ჩვენი ევროპელი მეგობრების და ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით აუცილებლად შევდეთ. მარტო იმათი ზეწოლა ჩვენი აქ პროტესტის გარეშე და პირიქით მარტო ჩვენი პროტესტი მათ დახმარების გარეშე შედეგს ვერ მოიტანს. ერთობლივი ძალებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ პროცესში მე ვიმედოვნებდი რომ ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან მეტი მკაფიობა ყოფილიყოს, მეტი სიცხადე ყოფილიყოს, რაც პროტესტს გააძლიერებდა. არა უბრალოდ რომ ვიღაცა მედია საშუალების ცნობის მოყარება დავაკმაყოფილოთ, არა, პროტესტ სჭირდება, მაგალითისთვის ვამბობ. როგორც ნაომარი ქალაქის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ ქალაქიდან ისმოდეს ხმა პროტესტისა, ისმოდეს ხმა ამ ქვეყნის ინტერესებისა. მას შემდეგ რაც 28 ნოემბერს გააცხადა მოღალატე პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ რომ წყვეტდა დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს, მას შემდეგ გორშიც სულ მიმდინარეობს აქციები, მნიშვნელოვანია ითქვას რომ ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართა ბევრი მრავალრიცხოვანი აქცია და უწყვეტი აქციები, მას შემდეგ რაც ყოველდღიურ რეჟიმში გადავიდა აქციები, უკვე 100 დღეს ითვლის. დღევანდელი 100 დღე სიმბოლურია, ამ სიმბოლური დღის ფარგლებში მნიშვნელოვანია რომ შემოუერთდა აქციას რეგიონის სხვა ქალაქების წარმომადგენლობები, მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაციები და უმნიშვნელოვანესი არის რომ ამ აქციას უერთდებიან დაკავებული ტყვეების ოჯახის წევრები. ნიშნავს ტერორიზმი. აი ეს თუ გინდათ იჯექით სახლებში ბატონო, მაგრამ მოგიკაკუნებენ რომ ის თქვენი კარები ვერ დაგიცავთ, ის კიდე რკინისა იყოს. შემოსულები არიან ძალიან ბევრი სტუდენტები, მოდიან ძალიან ბევრი ხალხი, აქ არიან მშობლები, აქ არიან დედები, შვილების დედები, რომლებსაც ასე უკანონოდ ექცევიან. ასე რომ ეცდება არალეგიტიმური ხელისუფლება ჩვენს ან შეშინებას, ან დაშინებას, მათ უკვე ცახცახიათ მოხდებს ეშინა ხალხი და ხალხი ძალაყოთის გამარჯვების ზონამდე მივა.